დაახლოებით 11-ის ნახევარზე ელიტაბურჯის ტერიტორიიდან გავედით. შევამჩნიე უკან ავტომობილი ცოტა საეჭვოდ. ამის შემდეგ ნელი სიჩქარით, ნორმალური სიჩქარით მოძრაობდი. ორთაჭალაში მდებარე ტერიტორიაზე, სადაც ავტოგასამართ სადგურია, 3 მანქანით მოხდა აი სპეცოპერაცია, რასაც ქვია. გადმოგვიყვანეს, ცალ-ცალკე მანქანებში ჩავსვეს. და ამის შემდეგ მე დამაბრუნეს მანქანაში და სახელმწიფო გვარის კითხვის შემდეგ დამიბრუნეს ჩემი კუთვნილ ავტომობილი, ის აიყვანეს გაუკვირველი მიმართულებით. ყველა სტრუქტურას გავაგებინებთ, რომ ჩაერთოს ამ ადამიანის მოკვლევაში ჯერ სად იმყოფება და ამის შემდეგ ყველა პროცესი დავიცავთ ისე, როგორც კანონის ფარგლებში. დევნა დაიწყო გუშინ ღამე, როდესაც იმ ავტომობილს, რომელთაც გადაადგილდებოდა იმედა ნიკურაძე, დაედევნა 2 ჯიპი დამუქებული შუშებით. არასწორი მანევრირებებით აიძულეს გაჩერებულიყო მანქანა, თუმცა მოახერხეს საბოლოო ჯამში დასხლტომა და შემოასწრეს ელიტაბურჯის ჭიშკარში. შემდეგ ეს 2 მანქანა ქუჩაში მოძრაობდა, ანუ მოვკარით თვალი, რომ შორი ახლოდან გვითვალთვალებდნენ. მერე იმედა გადავიდა პოლიციის აქვე მყოფ პოლიციის განყოფილებაში ელიტაბურჯის წინ არსებულ შენობაში და გააკეთა განცხადება, ანუ ჩააბარა განცხადება, სადაც დააფიქსირა, რომ 2 ამოუცნობი ავტომანქანა ახორციელებდა მასზე დევნას. შემდეგ 2 საათის შემდეგ, ანუ ეს სადღაც 6-ის ნახევარზე ხდება, უკვე ეს 2 პირი დავაფიქსირეთ ბაღში. აი წინ არსებულ სკვერში, ანუ პოლიციის სკვერში. ვიდეო კამერების თანხლებით იმედა ნიკურაძე და ჩვენ მისი თანხლები, ვინც ვიყავით აღნიშნულ დროს მის გვერდით, გადავედით და დავაფიქსირეთ კამერებით ეს პიროვნებები. შემდეგ იმედა შევიდა პოლიციის განყოფილებაში და შეახსენა, რომ 2 საათის წინ ჩაბარებული განცხადების თაობაზე მე შევძელი ამომეცნო 2 პიროვნება, რომლებიც არიან ბაღში. საბოლოო ჯამში მოახდინეს ამ პირების ევაკუაცია თავიანთი აზრით და შეიმალნენ ყველანი ერთად პოლიციის შენობაში. გითხრეს, რომ ამაზე აუცილებლად გააკეთებდნენ რეაგირებას, გამოიძიებდნენ და ამის შემდეგ იპოვნდნენ დამნაშავეს. თუმცა არაფერი არ მოხდარა. დღეის მდგომარეობით მე როგორც იმედა ნიკურაძემ მითხრა, მან მოახერხა შეხვედროდა ადამიანის უფლებათა დამცველს, რომელიც ჩააყენა საქმის გულში. თუმცა მე ვერ დავადასტურებ, ეს იყო ზეპირსიტყვიერი მხოლოდ თუ წერილობით ფორმით. ეს არ მიკითხავს მისთვის. ანუ ეს დღეს რაც მოხდა ჩვენ და სამწუხაროდ არის გუშინდელი დღის გაგრძელება. განჩეს ვერაფერს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შემსწრები ვიყავით. აი გარსებული დაცვის პოლიციელები როდგანან გუშინდელი ვინც იდგნენ ყოველ შემთხვევაში, ისინი შეესწრნენ ამ ფაქტს. ქუჩაში იდგა ელიტაბურჯის დაახლოებით 10-15 ადამიანი, რომელიც შეესწრო ამ ეს ხდებოდა ჩვენს თვალწინს ელიტაბურჯის ჭიშკართან. პოლიციის შენობიდან შეგიძლიათ შეხედოთ სადღაც 50 მეტრში. ანუ ამის თვითმხილველები არსებობენ, რომელთაც შეუძლიათ დაადასტურონ ეს. კარგი, მადლობა. ეხლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ წინასწარი დაკავების საკანში ზის ქალაქის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის სამმართველოში და როგორც მე მითხრეს, დაყენებული აქვს ბრალი აღმასრულებლის წინააღმდეგ ხელის შეშლა. ზუსტად ხომდება, არ ვიცი, საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ქონების ახალშენების უნდა გადავწყვეტ ეს ქონება. კონკრეტულად რა ქონებას გულისხმობთ? უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ბოგდან ხმელნიცკის გამზირზე. რა უძრავი ქონებაა ეს? სადაც ეხლა ჩვენ ვართ, აი ეს უძრავი ქონება. აქ გარე პერიმეტრზე კედელია უბრალოდ. შიგნით რამდენიმე შენობაა, ამ შენობებს გულისხმობთ?
კი ბატონო, მათ შორის არის შენობებიც. ყოველ შემთხვევაში გავაცდეთ.